ამ ხელმოწარულების, ამ რადიკალების პირადი მტრობა აქვთ ბატონ ფარცხალაძეს. რატომ? ფარცხალაძე იყო ადამიანი, ვინც დაიწყო აი მწვალებლების ციხეში ჩასვლა. ეს არის პირადი და მე მესმის რადიკალების პირადი შურისძიება ამ ადამიანზე, პროკურატურაზე. დღეს ქართულმა ოცნებამ გვახარა, რომ ოთარ ფარცხალაძე შეკვეთილ მკვლელობაშია ბრალდებული. ოთარ ფარცხალაძე ის კაცია, რომელიც ქართული ოცნების გენერალური პროკურორი იყო. გერმანიაში ბოტასების ქურდობაზე ყავდა დაჭერილი და ამათმა მაინც დანიშნეს თავის დროზე. მისი ხალხით გაავსეს პროკურატურა, ამან დაიწყო დიდი ბიზნესების დაკრიშვა და მე აღმოჩნდა, რომ პირდაპირ რუსეთის აგენტი იყო და აშშ-მ დაასანქცირა. ახლა აღარც მალავს ამ ამბავს და მეორე გვარად რომანოვი დაიმატა. ანუ რომანოვ ფარცხალაძეა ახლა ოფიციალურად. ხო და სანქციები რომ დაუწესეს, თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოსცა გამონაკლისი წესი, რომლითაც ბანკებმა არ გაუყინეს ფარცხალაძეს ანგარიშები. კობახიძე მაშინ თქვა, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენ მოქალაქეებსო. ხო და ახლა მკვლელობის ორგანიზატორი ყოფილაო, კრიმინალია და უბრალოდ ყოფილი ბიზნესმენიო. ასე ქართული ოცნებება ცდილობს საზოგადოებას დაავიწყდეს, რომ ფარცხალაძე მათი სისტემის ნაწილი იყო და გამოვიდეს როგორც რაღაც სამართლიანი ხელისუფლება. მოკლედ მეგობრებო, არ გამოვა ეგ ამბავი. ყველაფერი გვახსოვს და ყველაფერი ვიცით.